ბოლო 40 წელია საქართველოში ასეთი დიდი თოვლი არ მოსულა. რა იყო ამის მიზეზი? ახლა ჩვენ ვირტუალურ სტუდიაში გაჩვენებთ ჰაერის მასების გადაადგილების ტრაექტორიას, რამაც საქართველოს რეგიონებში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში დიდ თოვლობა გამოიწვია. ზოგიერთ ადგილას თოვლის სიმაღლე 3 მეტრსაც კი მიაღწია. შედეგად სოფლების ნაწილი გარე სამყაროს მოწყდა. უხვი ნალექის მიზეზი ამ შემთხვევაში არქტიკული ცივი ჰაერის მასებია, რომელიც ზამთარში ციმბირის ტერიტორიაზე წარმოიქმნება. მას ანტიციკლონს უწოდებენ, ის უკიდურესად ცივი ჰაერით გამოირჩევა. სეზონის ამ პერიოდში ციმბირში წარმოქმნილი ანტიციკლონი გადაადგილებას სამხრეთისკენ იწყებს. ჩრდილოეთ კავკასიამდე აღწევს, შემდეგ კი ამიერ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ვრცელდება. წელს ცივი ჰაერის მასები ჩვენს ქვეყანაში 19 თებერვალს შემოვიდა. პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მასები ჯერ კიდევ თბილი და ნოტიო იყო. ამინდის გავარესება წვიმით დაიწყო. ტემპერატურის ვარდნას კი დიდ თოვლობა მოჰყვა. ნალექის რაოდენობისა და ინტენსივობის განსაზღვრაში საინტერესოა თავად საქართველოს რელიეფის ფაქტორი. როდესაც შავი ზღვიდან ნოტიო ჰაერის ნაკადი დასავლეთ საქართველოსკენ გადაადგილდება, მას მაღალი მთები, კავკასიონის ქედი, მესხეთისა და ლიხის ქედები ბარიერად ეღობება. ეს იწვევს ჰაერის მასების იძულებით მაღლა გადაადგილებას, რაც დამატებით ღრუბლებს წარმოქმნის და ნალექის რაოდენობას ზრდის. დიდ თოვლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო. წელს განსაკუთრებით დიდი თოვლი დაფიქსირდა გურიის, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. მაღალმთიან აჭარაში თოვლის სიმაღლე 3 მეტრამდე იყო, 2 მეტრი გურიაში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. აქ თოვლის სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრი იყო. 2 მეტრამდე თოვლი მოვიდა რიკოთის უღელტეხილზე. დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის ფაქტორის გამო ჰაერი უფრო ნოტიოა, ამიტომ იქ უხვი ნალექი მოდის. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით მშრალი ჰავაა. აქ ბარიერს ლიხის ქედი ქმნის, ნაწილობრივ ბლოკავს ნოტიო ჰაერის გადაადგილებას აღმოსავლეთით და სწორედ ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის შედარებით ნაკლები იყო და ზოგან საერთოდ არ მოსულა.